სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. დღეები დღეებს მისდევენ, ჩვენ კი არ ვიშლით ღვთის მადლით, ღვთისმშობელ მარიამის წინაშე ლოცვა საგალობლებს. პირობოლის სამხედველობაში მაქვს დაუჯდომელი საგალობლები, მინდა ესეც გითხრათ, გამცნოთ, რომ თარგმნით ამჯერად ათონის იღუმენის ხატს, რომლის ასლი მცირედი ცვლილებით დასვენებულია პეტრე პავლეს ეკლესიაში. კიდევ 3-4 ხატი ღვთისმშობელ მარიამისას დაიწერება, ამის შემდეგ უკვე მკაცრად განსაზღვრა სამღვდელონი აქაური, რათა მინდორობით იქნება გარდახდილი დაუჯდომელი. საკმაოდ ბევრი იქნება ესენი და ღმერთმა ამრავლოს კიდევ. ეს ხომ ღვთისმშობლის დიდება, რასაც მოსდევს წყალობა ღვთისმშობელ მარიამისაგან. როგორც თქვენმა სარწმუნოებამ უწყის, არათუ ცალკეულ ადამიანებს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ყავთ თავთავისი მცველი და მფარველი ანგელოზი, არამედ ცალკეულ ქვეყნებსაც, ერებსაც, ტომებსაც, სტიქიებსაც და როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, თითოეულ საგანსაც კი ღვთისაგან დადგენილი ყავს ცველად და მფარველად ანგელოზი. ესე იგი ღვთისათვის შექმნა რა ეს ყოველივე, რაც ჩამოვთვალე და ბევრი ვერ ჩამოვთვალე, თხილული თუ უხილავი, ყველაფერი არის ძვირფასი. შეიძლება ჩვენ რაღაც ნივთი გადავაგდოთ, დავამტრიოთ, პირუტყვი დავტანჯოთ, ფრინველი მოვკლათ, სულიად უიზნოთაც. რა თქმა უნდა, ყველაფერი ადამიანისთვის შეიქმნა, მაგრამ უსარგებლოდ არ უნდა აქციოს ის ადამიანმა და ამგვარად არ უნდა ექცეოდეს. გარდა ყველაფრის, აი მაგალითად, ისრაელის მფარველად ღმერთმა დაადგინა მიქაელ მთავარანგელოზი, როგორც წმინდა წერილიდან უწყით. სპარსელების მფარველი არის მთავარანგელოზი გაბრიელი და ასე შემდეგ. მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველ ერსაც ყავს თავისი მცველი და მფარველი ანგელოზი. გარდა იმისა, რომ ანგელოზთა გვერდით ამა თუ იმ ერებს იცავენ, ასევე ესა თუ ის წმინდანები განსაკუთრებულად ზეციური იერუსალემიდან, ზეციური სასუფევლიდან, ღვთის ბრძანებითა და კურთხევით. და თქვენ იცით, რომ იოტისოდენ არაფერი არ აღესრულება ცის-ფეშეში, არც სათავშინა გარეშე ღვთის ნებისა. გარდა ყველაფრისა, მფარველი ანგელოზი ყავს თითოეულ ეკლესიას, ტაძარს, ცალკეულ ეკლესიას, ვთქვათ სიტყვაზე კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, ივერიისა თუ სხვა, ასევე თითოეულ ტაძარს ღვთისგან დადგენილი ყავს მცველი და მფარველი ანგელოზი. კერძოდ, როდესაც წმინდა ტრაპეზი და ტაძარი იკურთხება, განსაკუთრებული წესი არსებობს ტაძრის კურთხევისა, ჩვეულებისაებრ მღვდელმთავრები აღასრულებენ და გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება მღვდელმთავრმა კურთხევა მისცეს და მღვდელმაც აკურთხოს. აი მაგალითად, როდესაც განვამზადეთ პეტრე პავლეს ეკლესია, როცა ტრაპეზი შეიცვალა და მაშინ იტყვის ლოცვა ტრაპეზის ზრვისა და ეს შემდეგ ტაძარი მთლიანად მოიხატა და სხვა პატრიარქს მოვახსენე და პატრიარქმა ლოცვა კურთხევა გამოგზავნა, რომ თავად წინამძღვარმა აკურთხოს, ისე შემსრულობაში პირველად ვაკურთხე ტაძარი, ძალზედ უჩვეულო განცდა მომიცავდა მისი კურთხევის შამს. მოკლედ, ტაძრის კურთხევის შამს დაედგინება რა წმინდა ტრაპეზი. ანგელოზი, ეს ანგელოზი არის მფარველი ეკლესიისა, თუმცა არის გამონაკლისის შემთხვევების, რომ გარდა ტრაპეზის ანგელოზის ამა თუ იმ ტაძარს იცავდეს ესა თუ ის ანგელოზიან წმინდანი. Rada შორს წავიდეთ, აი ჩვენი შემთხვევიდან რომ მოვიგონოთ ჩვენი სამღვდელო გამოცდილებიდან, საკმაოდ დიდი ხნის წინათ ალბათ გასული იქნება დაახლოებით 25-26 წელიწადი. მაშინ ერთი ტაძარი იყო ჩვენთან, პეტრე პავლეს ეკლესიისა და შემდგომ 3 ახალი აშენდა, აღდგომის მოწამეთა და მამა გაბრიელისა. ჩვენთან მსახურობდა ჩვენი სულიერი შვილი ნინო ჩოხელი. ეკლესიას ალაგებდა, ესე იგი ეკლესიაში სიწმინდეზე და წესრიგზე პასუხისმგებელი იყო, სისუფთავეზე მოკლედ. და ერთხელაც მოდის ნინო და მეუბნება, რომ არ ვიცი მამაო, თქვენ რამდენად სარწმუნოდ მიიჩნევთ, საგანგებოდ მე ამაზე არასდროს არ მიფიქრია, ამ ღამით გათენებისაც ძილსა შორის მომესმა ხმა,
და მე ვიცოდი რომ ეს იყო მთავარანგელოზი მიქაელი წინამძღვარს გადაეცი ხოლო რომ მიხვალ ტაძარში რომ ჩემი ხატი მთავარანგელოზ მიქაელის რომელიც საკმაოდ ვრცელია ძველი რუსული სკოლის ხატი არის ტილოზე დაწერილი სხვაგან იყო დასვენებული გადაასვენოს ეკლესიის შემოსასვლელში მარცხენით და იქ დაასვენოს და კანდელი აანთოს მის წინაშე მეორე დღეს მოვიდა მომიყვა განსაჯე საერთოდ გარდა იმისა რომ ისრაელიანის მფარველია მთავარანგელოზი მიქაელი ასევე იგი მფარველია მთლიანად მართლმადიდებლური სამყაროსი და მეც მორჩილებითა და სასვლებით გადმოვასვენე ეს ხატი კანდილის დავკიდეთ მის წინაშე რომელიც დღემდე იქ არის და რატომ უნდა მომემოქმედა გარდა ყველაფრისა რა ბრძანა მთავარანგელოზმა მიქაელმა მე ვარ მცველი და მფარველი ამ ტაძრისა დღით და მისი არსებობისა ну რა თქმა უნდა ძალიან ყურადსაღები რამ იყო კაცმა რო თქვა ჩვენს ტაძარს პეტრე პავლესი გარედან რომ შეხედავ რაღაც შელობას გავს ნაკლებად ტოვებს გუმბათი სულაც რომ არ მქონდეს მეტადრე ეკლესიის შთაბეჭდილებას მაგრამ მნიშვნელოვანი არაშენებულობა არამედ მადლი რომელიც თვისგან მიეცემა აი დღეს ჩვენთან მსახურობს ჩვენი სულიერი შვილი დიაკონი გაბრიელი ну ერთხელ გავთქვი ეს საიდუმლოება და ამჯერადაც გავიმეორებ მას 12-13 წლიდან თავად უფალი ეცხადებოდა ხმით არასდროს არ უნახავს სახებით ხატებით და აძლევდა ისეთ დარიგებებს რომ მე თვითონ გაოცებაში მოვდიოდი არ იყო სულიერად ისეთი განათლებული ეს ბავშვი რომ მას ესენი სცოდნოდა ერთხელაც როცა მოვიდა თხოვე რომ ჩაეწერა ყველა ეს დარიგებები და რასაც აძლევდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მან უწინასწარმეტყველო რომ ის იქნებოდა მომავალში მღვდელი არა და ბავშვი იყო ჯერ უკვე დიაკონია სამღვდელო იმსახურებდა ამ ტაძარში ჩემთან და გარდა მაგისა საბოლოოდ ის იქნებოდა ბლად დადგინებული სამაჩაბლოში მისი გვარი მინდიაშვილია ეს ჩვენი გვარი იქიდან არის წარმოშობით და აი სოფელში ის სამაჩაბლო ასე თქვა უფალმა ბრძანა როდესაც აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში შენ იქნები იქ მღვდელი ნელ-ნელა ყველაფერი იქით მიედინება ну მოკლედ რაზე დავიწყე ამ დიაკონზე საუბარი პეტრე პავლეს ეკლესია საკმაოდ დაბზარულია განსაკუთრებით აი მილები რომ აქვს გაყრილი საკურთხეველში უკანაც ყოდა სამგალომოზე იქ მოხსენი და თუ დაუკვირდები ტაძარს ბზარები ბევრგან აქვს იმიტომ რომ თავდაპირველად პატარა ტაძარი იყო აგებული შემდეგ მოემატა გარდა მაგისა ძირიც გამოიღეს ეკლესიისა იქ იყო კატაკომბური ეკლესია ასე ვთქვათ ნიკიტა ხრუშოვის დროს როდესაც დევნა იყო ჩვენი სარწმუნოების როგორც ამოგნის მოგუცებულებმა მითხრეს როცა გამოვიკითხეთ ჩვენ ჩუმად აი სადაც წმინდა ნინოს ხატია დასვენებული და ნიში იქ იყო ჩასასვლელი რომელიც ახლა გაუქმებულია იქიდან ჩუმად ჩავდიოდით და დევნის დროს იქ წირავდა ჩვენი მღვდელი აი მაგალითად მამა გიორგი ტერზიევი რომელიც იქ არის დაკრძალული და რომელიც მოძღვარი უკანასკნელი მოძღვარი იყო რუსეთის დედოფლისა ნიკოლოზ მეორის მეუღლისა ალექსანდრა დედოფლისა და მისი ფრეილინებისა ну ეს შორს აგვიყვანს ეს საუბარი ну ერთი სიტყვით ძალზე ბევრი ბზარი იყო საშიშროებაც კი არის რომ შეიძლება ჩამოინგრეს ეკლესია და ესეთი აზრი მომივიდა როგორც წინამძღვარს და პატრიარქს გაუზიარებ რომ თუ კურთხევას მოგცემთ თქვენო უწმინდესობა დავარღვევთ ამ ტაძარს და შემდეგ ახალს ავაშენებთ თან ხედველებაში მქონდა ისიც რომ მრევლი იმდენი იყო მაშინ განსაკუთრებით რომ ეზოშიც კი აღარ ეტეოდნენ და ფიქრობდი მეორე სართულის გამეკეთებინა ტაძარში აივნებით ირგვლივ რომ მეტი ხალხი დატევნული იყო ეკლესიაში პატრიარქს რომ ეს უთხარი გულწრფელად გაუკვირდა რა საკუთო კაცო ეკლესია როგორ უნდა დაარღვიო მე უთხარი აი ამდენი ბზარებია და თვითონაც როცა მოვიდა ერთხელაც პეტრე პავლოვასთან დააგვირდა ძალზე დიდი ბზარებია უბრალოდ ბათქაშია გადასული ეს არაფერს არ შვენს უბრალოდ მალავს იმ ბზარებს და ამის შემდეგ პატრიარქმა კურთხევა მოუცა როცა ეს ბზარები განიხილა რომ ხშირად მოწირავ თუ აქ კვირაობით წირეთ და დიდ დღესასწაულებში რასაც დღემდე ვასრულებთ ამ ლოცვა კურთხევას ამანაც და სხვა გარემოებამაც რომ მრევლი მატულობდა მოიტანა ის რომ კიდევ სამი ტაძარი აშენდა თუმცა პრობლემას ამანაც არ უშველა ერთ ადგილას არ მოგცეს დიდი ადგილი ისეთი რომ ერთიანი ტაძარი აღეშენებინა ну ეხლა ეს სხვა ისტორია და
მოკლედ, როდესაც პატრიარქთან ვიყავი, აბა რა იცოდა იმ ხმათვილმა, რომ მე ვიყავი პატრიარქი და რა თემაზე ვიყავი, რა თემაზე ვსაუბრობდი მასთან. 2-3 დღის შემდეგ, როცა ტაძარში მსახურებაზე მოვიდა, მან მითხრა, მამაო, უფალმა შემოთვალა, თქვენ შემოგითვალათ. რამდენი ტაძარის არ უნდა ააგოს მამა არჩილმა და რა სახელობისაც არ უნდა იყოს, არც ერთი მათგანი არ იქნება იმაზე მადლიანი, როგორიც არის პეტრისა და პავლეს ეკლესია. ამის შემდეგ საფიქრალში ჩავარდი, რა განსაკუთრებული სიწმინდე აქვს დამტარდეს, ან ვინ არის დაკრძალული, რომ აი ესეთი დიდი მადლი აქვს. ეგეც არაფერი. ესე იგი, ერთ დღესაც თალეშონია თუ გახსოვთ, უფოლოგი იყო, უჩვეულო მოვლენებს სწავლობდა სხვებთან ერთად, ესეთი მეცნიერი იყო და ერთხელაც ამოვიდა ეს და დამეკითხა. მამაო, აქ ვინმე განსაკუთრებული წმინდანია დაკრძალული? ან რომელიმე წმინდანის ნაწილი გაქვს, ისეთი სახელოვანი წმინდანის, დიდმოწამის. მე ვთხარი, ვერ მოგახსენებ, ტრაპეზი რა თქმა უნდა არის წმინდანის ნაწილი ჩაყოლებული, ოდიქშიც წმინდანის ნაწილია. აურო წმინდანის მოწამის უნდა იყოს. თუ ტრაპეზე და ოდიქში არ არის წმინდანის ნაწილი, წირვალობის დაყენება არ შეიძლება, რომს დააყენო, ასე ვთქვათ, გარეგნულად აღასრულო. სული წმინდის მადლი არ გარდამოვალდა, ძღვენი არ გარდაისახება წინადაგების ძღვენი ქრისტეს ყოვლადწინა ხორცსა და სისხლზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა მაგისა მეთქი აქ არის ეკლესია, ფარული ეკლესია, რომელსაც ხრუშჩოვის დროს როცა დევნა იყო, წირვალობსაც აღასრულებდა და ჩუმად ეზიარებოდნენ ბორცვები. ამას გარდა ტაძრის შორი ახლოს დაკრძალული იყო ნიკოლოზ მეორე, მისი მეუღლე, რომელიც გადაასვენეს რუსებმა, როგორც კი შევარდნაზე გამოგზავნეს ერთ-ერთი პირველი, თქვენ არც შეგიმჩნევიათ, რაც გააკეთეს, ეს იყო ნიკოლოზ მეორის ნეშტის გადასვენება აქედან. ეხლა მათ გაასალეს, რომ ვითომ ეს ნიკოლოზ მეორის ძმა იყო, მაგრამ ეს ტყუილია. მისი ძმა დაიღუპა კავკასიის მთებში. უფსროლში ჩავარდა, დღემდე არ იციან კონკრეტულად სად არის მისი ნეშტი. ის იყო საგანგებო დივიზიის უფროსი ნიკოლოზ მეორის ბრძანებით, რომელიც ძირითადში კავკასიელებისგან შედგებოდა, რომელიც რევოლუციის დროს და შემდგომ იცავდა სამეფო საგანძურს. და დიდი დევნა ჰქონდა, რა თქმა უნდა, მიხეილს ნიკოლოზ მეორის ძმას, რომ ხელში ჩაიგდოთ ბოლშევიკებს ეს საგანძური. ნაწილი ჩაიგდეს კიდეც, მაგრამ დიდი ნაწილი დღემდე ბერინგების შვეიცარიის ბანკში ინახება. ეს არის დაახლოებით 10 ტონა ოქრო. ეს არის ნიკოლოზ მეორის სახელზე და ის არის ხელშეუღებელი. ამიტომ ატყდა ბევრი ბრძოლები, გამოჩნდნენ თვითმარქვია მეფის შთამომავლები, უფლისწულები, მათი შვილიშვილები, შვილთაშვილები, მაგრამ რადგანაც მათ მტკიცებულობა არ ჰქონდათ, მიუღებელი აღმოჩნდა მათი მოწმობანი და რა თქმა უნდა ხელშეუღებელი დარჩა ნიკოლოზ მეორის, ანუ სამეფო, ეს პირად ნიკოლოზ მეორისაც არ იყო, სამეფო საგანძური იყო, სამეფო საგანძური ყველა ქვეყანას ჰქონდა, საქართველოსაც. ჩვენი საგანძურის დიდი ნაწილი ხშირად ინახებოდა ლეჩხუმის მთებში ან სვანეთში, რომელიც შედარებით მიუვალი იყო მტრებისთვის, ხოლო მტრობა და ომი ჩვენთან გაუთავებლად იყო განსაკუთრებით გვიანდელ შუა საუკუნეებში, როცა დაიქცა საქართველო და ის ძლიერება დაკარგა. მოკლედ ასე, უფალმა შემოთვალა, რა კურთხევა მოგცა და აი ეს აღდგომის ტაძარია აქ, სწორედ იმ ბავშვის პირით ბრძანა უფალმა. როდესაც საკითხი დადგა ეკლესიის აშენებაზე, უფალმა მე მთნავს, ძველ ქართულად ნიშნავთ, მე მომწონს, რომ ამ ადგილას იყოს ჩემი აღდგომის სახელობის ეკლესია. ეს მე რა თქმა უნდა პატრიარქს მოახსენე, ჩემი თამაში მე ვერ გადავწყვეტი, საერთოდ ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე თუ მღვდელი აღმართავს ტრაპეზს და აგებს ტაძარს, სულიწმინდის მადლი არ გადმოვა მასზე. ეს იქნება ჩვეულებრივი შენობა, არც მეტი, არც ნაკლები. მოკლედ პატრიარქს მოახსენეთ, დიდ მღელვარებაში ვიყავი, რა ფორმით მე თქვა პატრიარქისთვის, იქნებ სარწმუნოდ არ მიეჩნია, რომ რომელი ამ ბავშვით მე თავად პატრიარქი დაინტერესდა, როცა დავაწერინე ყოველივე, რასაც ასავლი და უფალი, პახუმი დიდის კანონზე და ესე შემდეგ, პახუმიც კი არ ქონდა გაგონილი სინამდვილეში ვინ იყო, პატრიარქმა დავაბეჭდინეს და პატრიარქს გადავეცი, ამის შემდეგ პატრიარქმა მაკურთხა, რომ თხოვა, რომ მიმეყვანა მასთან ეს ყმაწვილი და გასაუბრებოდა მას. უთხარი ყველაფერი მასე მის მომავალზე, აი დიაკონი არის. გზაში არა აღსრულება ამ წინასწარმეტყველებისა. პატრიარქს ესევე მინდოდა მეთქვა, რომ აღდგომის სახელზე ტაძარი უნდა აშენდეს.
საქმელა ძნელია. სამების დიდ ტაძარში ვიახლეთ სისხლის ლოცვაზე, მწუხთისკრის ლოცვაზე, როცა შედარებით ესე იგი განმარტობდა პატრიარქი, იმიტომ რომ ხშირად მასთან მიდიოდნენ მღვდელმთავრები, მღვდლები და სხვა, საკურთხეველში დრო ვიხელთე, როგორც ითქმია ხოლმე, მორიდებით მივიახლე, კურთხევა ავიღე და უთხარი. ძალზედ ბევრი ვიფიქრე მეთქი თქვენო უწმინდესობა, რომ ის მეტყარაჩის თმაც სურს. საბოლოოდ გადავწყვიტე ყოველგვარი შესავლების და ასე შელამაზების პირდაპირ გითხრათ მეთქი. და ეს სიტყვას დავძინებ თქვენ მოხევებსანდებთ მე ქართლი და ჩვენთან მიღებულია პირდაპირი ლაპარაკი. გაეღიმა პატრიარქს გისმენო მითხრა და აი მოუყევი რომ უფალს მოსწონს რომ იყოს ადგილი აღდგომის ტაძარზე. სულ ადრე აქ იყო რკინიგზის ძველი შენობა. ეკლესიის სახურე ვერ წარმოიდგენდნენ რომ ეს შენობა და ეს ადგილი მათ დარჩებოდა. შემდეგ ესე იგი აშენდა აქ ბაპტისტერიუმი და ტრაპეზი და სამღვდელო ოთახები, აი აქ იყო განლაგებული, აქ იყო სადაც მამა გაბრიელის ტაძარი, აქ იყო ბაპტისტერიუმი, სადაც ნათლისღებით ინათლებოდნენ. ეს ყველაფერი მოახსენე პატრიარქს და კითხე რომ თუ იქნება თქვენი კურთხევა პატრიარქი, დაფიქრდა და შემდეგ მითხრა. კი ააშენეო მომცე კურთხევა. მაგრამ რამოდენიმე ნაბიჯი უკარო წავდგე, ესე იგი ბრძოლები დამეწყო. იქნებ მე მომესვა ძალიან მინდა რომ ავაგო და ამიტომ მომესვა. იქნებ არ მითხრა. არა და თუ არ უთქვამს, ეხლა წარმოიდგინე ავაშენო ეკლესია თვითრჩულობით. კიდევ ერთხელ ვიუახლოვდი მორიდებით უთხარ. ხომ არ მომესვა მეთქი თქვენ მაგურთხეთ მეთქი რომ ავაგო და ამაზე უკვე გაეღიმა ლოყაზე მომითათუნა 2-3 მომარტყა და მითხრა შენე მოხეურად მითხრა შენე და აი დისმადელი ტაძარი ეს ტაძარი უსწრაფესად აშენდა ძალიან მალე ჩვენი ბრევლის ხელით. სახსრები არის აი ეკონომოსი აქ არის და არაერთხელ მოსულა და მამაო როგორ მოვიქცეთ არათუ შენების ფული აღარ არის ამოიწურა არამედ სადილსაც კი ვერ გაუმზადეთ დროდადრო მრევლს მოხდა მათთვის სადილი და სხვადასხვა არ ინერვიულო ჩვენ ვილოცოთ და ღმერთმა უკეთ იწყეს ის თავად აშენებს თავის ეკლესიას ისეთი ადგილებიდან მოდიოდა დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ესე იგი თანხა შეწირულობა მაშინ არ იყო ესე იგი ინტერნეტი გავრცელებული და ეგრეთ წოდებულ კასეტებზე ვრცელებოდა ჩვენი ქადაგებები და ესენი ისმენდნენ და მადლიერების ნიშნი და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან გამოვზანეთ, ავსტრალიიდანაც კი კენგურუების ქვეყნიდან ადამიანებს რომელსაც მე პირადად არც ვიცნობ, ზოგს ვიცნობდი, ზოგს არ ვიცნობდი პირადად. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ღმერთი თავად აშენებდა თავის ტაძარს და ასე და ამგვარად აშენდა ეს ტაძარი და დაედგინა მცველი და მფარველი ანგელოზი. მერმე სხვა რამ მოხდა. აგერ სამი მოწამის მშვიდობის ყოფილების მინადურა მიტრალ ნიმფადურას ტაძარი აიგო. მართალია მოცულობით პატარა, რომ ტერიტორია არ იყო მეტი. და ეს დიდი ლოცვითა და იმით გადმოეცა ეკლესიას. ჯერის ადგილი ეს ნაწილი, შემდეგ მოწამეთან ადგილი და სადაც სატრაპეზო არის. უსწრაფეთად აშენდა ის თქვენიც თუ წმინდა სერაფიმ საროველის ლოცვა კურთხევი საქართველოში ჩამოვიდა მამა ილიას ხელით ნასიძისა რომელიც თანაშემწეა სამების ტაძარში პატრიარქისა ეს ხატი ესე იგი თან რომ მოუყვე ეს ისტორია ეს ძალზედ საინტერესო არის საგულისხმო თავს აღარ შეგაცეთ უბრალოდ მისი ხელით ჩამოგზავნა ეს ხატი სვეტიცხოვლის წინამძღვარი იყო პატრიარქის კურთხევით იქ დაასვენა თანხას გამოატანეს 3000 ევრო ტაძარს თუ ვერ აუგებ პატარა ნიში მაინც ააგეთო და როდესაც ომი დაიწყო რუსეთ-საქართველოს ეს ჩვენ ოსებთან ომი არ ქონია ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი ისე როგორც აფხაზეთი ჩვენ აფხაზებს არ ვებწოდი და ვიცავდით ჩვენ ძირძველ მიწებს რუსეთისგან რომელიც ძალმომრეობით დაიპყრო მაგრამ დადგებად რომ როცა დიდი რუსეთი პატარა იმ პერიოდში შედის ახლა რუსეთი პატარა საქართველოს მუხლებზე დაუდგება და პატიებას ხოს ყველაფრისთვის და არათუ სამაჩაბლო და აფხაზეთი დაბრუნდება ჩვენი უძველესი მიწები აი თურქეთისკენ რომ გაიხედა ჩრდილო კავკასიაში აქეთ აზერბაიჯანის სომხები ყველას ვისაც არიზარებოდა როგორც იტყვიან წაგლეჭდა ჩვენს მიწებს როცა საქართველოს დასუსტა და ერთობა ქართველებში რომელიც დღემდე ვერ მომიპოვებია და რა ხდება ქუჩებში აღარ შეგახსენებთ იმას ტრის სისკილზე როგორ ასხავენ ფულზე გაკიდული ეს გარისულები ხშირად მithქვამს და რა დროგადის მეტი რაღაცები საიდუმლოებს აეხა და ფარდა
და ესე იგი ეხლა ხანს გავრცელდა კიევში რომ მიემგზავრებოდა ევროპის სამი დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელი და აღმოჩნდა რომ ნარკოტიკი უდებთ და კოზი ასე შემდეგ. ანუ ნარკომანების ხელშია მსოფლიო გლობალური პოლიტიკა. სინამდვილეში ამათ ხელშიც არ არის. ესენი არიან პაიკები ურიების ხელში. გლობალისტების. როდესაც დედამიწის საგანძურის უდიდესი ნაწილი აქვს ხელში და მართავენ ყველა მოვლენებს. დოლარის კურსით დაწყებული და ომებით დასრულებული. ეხლა სხვა კონტურები ისახება ინდოეთ-პაკისტანის დაძაბულობა, ასევე მზადდება და ოფიციალურად დაადასტურა შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, რომ აპირებენ ომს ირანთან, ისრაელთან ერთად. ეს ყველაფერი არის ნაწინასწარი, რომ ბერჯერ გვიქონს თავს სადამ შედაწყენ. ნამდვილ საიდანს დაუბრუნდნენ. ერთ სიტყვით ეს ტაძარი რომ მორჩა, შემდეგ აშენდა სამი მოწამის ტაძარი. სასწაულებრივად სერაფიმ საროველის ლოცვა-კურთხევა ავაშენე. მამაილ ჩვენ დავიწყეთ ეს, როდესაც ომი დაიწყო რუსეთ საქართველოს სამაჩაბლოში, პატრიარქს მეწვია მეუფე დანიელთან ერთად მოწყენილი იჯდა ეზოში, მუხლი მოვიდრიგე, კურთხევა ავიღე და ესე დიდად ხუმარ მომეწდინა, ძალიან ჩქარა, მეგრელზე ჩქარა დავიწყე ლაპარაკი ამ ხატის შესახებ. სამი მოწამისა და როგორ ავითარებაში ჩამოგწანდა და სხვა და თხოვე კურთხევა რომ თუ შეიძლება მათ სახელზე ტაძარი ავაღო პატრიარქმა მოგცალო. ადგილი გაგსყაო, კითხა. კი, არის მეთქი ღვთისმსხალობით. ადგილი და აშენდა ეს ტაძარი და ეხლა როცა უკვე მოილესა, მომთავდა ყველაფერი შრება და მალე უნდა იკურთხოს, მამა ილია მოდის და მეუბნება, მამა, აი გასაოცარი რაღაც ფაქტის წინაშე ვდგება. ყავს დიდი მრევლი. მათ შორის ცენტრპოინტის ხელმძღვანელო, როცა დიდი ფულიები აქვს რა, მოკლედ ამის გამოც იჯდნენ ციხეში და სხვადასხვა გამოგვატანეს იმათას, პატარა ნიშიც კი ვერ აგვიგიაოდა. გავიგე რომ შენაშენებოდა, ეთქობა ეს ხატი, აქ უნდა იყოს დასვენებულიო. იმიტომ რომ ხელფეხი მაქვს შეკრული, მატერიალურად მასალას გვაქვს, ფულის, ყველაფერი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვახერხებთ. მე უთხარი პატრიარქს კითხე, მეთქი შენი თუ გააკეთებ. წავიდა პატრიარქს კითხა, პატრიარქმა აკურთხა, გადმოესვენებინა აქ. და მერე ტაძარიც იკურთხა და ესე შემდეგ. ამის მერე აშენდა მამა გაბრიელის ტაძარი. ამას აღარ მოგიყვები, როდესაც კანონიზაცია მოხდა, იმ დღეს ორი ოპერაცია გავიკეთე. და ერთ-ერთ ქადაგებაში მოგითხრეთ, რომ მამა გაბრიელმა გითხრა, რომ გაიკეთე ოპერაცია, ცოტა გეშინიაო, მე შენთან ვიქნები, ორჯერ გავედი სულ საღამოს. ვისგან და რისგან, ხო ეს ღმერთმა იცის, ჯერჯერობით დაფარულია და ეს პატრიარქს მოუყევი მე ყველაფერი მოგვიანებით. მანამდე მამა გაბრიელის კურთხევით ვიახლე პატრიარქს 2 თვის წინ და გადავეცი მამა გაბრიელის ნება წერილობით. მისი თანამოსაყდრეს ეხებოდა და იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ზეპირად უთხარიბე, ეს იყო მამა გაბრიელის კანონიზაცია, ზეცაითხოს მეთქი. პატრიარქმა გითხრა, რომ მამარჩო ეკლესიაში ტრადიცია, სულ ცოტა 50 წელიწადი მაინც უნდა გავიდეს და 10 პრინციპი არსებობს შერაცხვის და ესენი უნდა აღსრულდესო და მაგრამ როგორ მოხდა? ამ საუბრიდან ძალზედ მალე მოხდა მამა გაბრიელის კანონიზაცია. რადგან ამასობაში ჩამოვიდა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის ევროკომისარი, ტელევიზიითაც კი აჩვენეს როგორი განრისხებით ეკითხებოდა ჩვენს პატრიარქს. უნდა შევიდეს თუ არა საქართველოს ევროსაბჭოში. მათ თავიანთი სტრატეგიული პოლიტიკური სამხედრო ინტერესებით ქართველი ხალხი არავის არაფრად არ ადარდებს. გულითა და აი ასეთ ადამიანებს ეგარ უახსენებენ ნარკომანებს და მათ მეგობრებს. და ესე იგი პატრიარქმა, ესე იგი მამა მაშინ დასვა საკითხი კანონიზაციაზე მამა გაბრიელის, მერმე ესე იგი გადმოსვენებული იქნა ერთხელ თბილისში სამების ტაძარში, სხვა ხალხი, როგორც მაშინ თქვეს, 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი მოვიდა იმ დღეებში, თაყვანი რომელცა მამა გაბრიელის. აი ეს ხალხი რო ნახეს მასონებმა, შემდეგ უკან დაიხიეს. თორემ თავად პატრიარქს ნათქვამი აქვს, რომ სულ ცოტა 50 წელიწადი არ მოხდებოდა კანონიზაცია. მაგრამ უფალმა ინება დაუშვა ეს საშიშროებას, რომელიც ევროპიდან მოდიოდა ჩვენ სახელმწიფოზე და ბრძნულად და დიპლომატიურად, ასე ვთქვათ, პატრიარქმა ეს ნაბიჯი გადადგა, შერაცხა და გადმოასვენა ტაძარში და აჩვენა ხალხის ძალა, უცხო ძალებს. ბევრი რამ არის ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ საინფორმაციო წყაროებიდან უყურებთ, მაგრამ ნამდვილი ხშირად არ გვესმის და ვინ მონაწილეობენ ამ ყველაფერში.
დღეს ბრძოლა არის არა იმდენად საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, ჩვენ ქვეყანასთან, არამედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამთან. ეს მისი წილხვედრი ქვეყანა არის. ყველას უნდა ახსოვდეს. აი მაგალითად ილარიონ ქართველის ცხოვრებიდან ამოვიკითხათ, ნახავთ რომ როდესაც ერთ-ერთმა ბერძენმა მამასახლისმა ჯერ დაუშვა მიტოვებულ სენატში, როცა ჩავიდა იქ საბერძნეთში ჩვენი მამა ილარიონი, მერე ხალხი მეხსეულად შეგრუდა ამ ღმერთშემოსილი მამის გარშემო, შური გაუჩნდა გულში, საერთოდ შურიანები არიან ბუნებით ბერძნები და გადაწყვიტა რომ გაეძებებინა იქიდან. იმ ღამეს როცა განზრახვა მიიღო, ეჩვენა მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და შერისხვით უთხრა, განა არიცი რომ ეს მოდგმა და ესერი ჩემი წილხდომია და მაგათთან წინააღმდგომა და ბრძოლა ჩემთან წინააღმდგომა და ბრძოლა არის. შეშინებულმა მამასახლისმა ცივი ოფლით გაეღვიძა, არც კი დალოდებია გათენებას, გაიჭრა იმ სენაკისკენ სას, რომელიც უწინ დაუთმო ილარიონ ქართველს, მუხლებში ჩაუვარდა, შენდობას თხოვა, მოუყვა ყველაფერი და სთხოვა ამას გარდა რომ დარჩენილიყო. ხათრისთვის დარჩა ცოტა ხანს, მაგრამ შემდეგ დატოვა ის ადგილი. რადგან აღარ იყო ღვთისმშობლის ლოცვა გულხევა. უბრალოდ ასეთი მაგალითები ბევრია ქართლის ცხოვრებაში და ეკლესიის, ჩვენი ეკლესიის ისტორიაში მიმობნეული, არაერთხელ დაამოწმა ღვთისმშობელმა მარიამმა, რომ ის ჩვენი მცველი და მფარველია. ამიტომ ჩვენთან ბრძოლა წინააღმდეგობა არანაირი გამართლება არ ექნება, რომ სტრატეგიული მიზნები ჰქონდათ მათ, თავიანთი ინტერესები ჰქონდათ, წიაღისეული ჰქონდათ თუ რა მხედველობაში. ეს არის ღვთისმშობლის მამული და ღვთისნებით აქვს ყველას ის ქვეყანა სამშობლოდ, რომელიც აქვს. ამას არ ვამბობ არამედ ცოდვილი მღვდელი, არამედ აი გადმოხურებს ხატი ნოემართლისა. წარღვნის შემდეგ ალბათ წმინდა წერილიდან გახსოვთ, რომ როცა დაყუდნა ღვთისრისხვა და წარღვნა, მან თავის შვილებს, სამი შვილი ჰყავდა, სემი, ქამი, იაფეთი და მათგან გამრავლდა კაცობრიობა ისეთი, როგორიც დღეს არის, აკურთხა და მისცა თითოეულს იმდროინდელი დედამიწის თითოეული ნაწილი. ჩვენ შეხვდა წილად სამხრეთ კავკასია საერთოდ. სამხრეთ კავკასია, მცირე აზია, ხმელთაშუა და შავი ზღვის პირეთის ქვეყნები, დასავლეთ ევროპის ნაწილი, რომელიც სწორედ ამ ტომებით იყო, ამ შთამომავლობით, იაფეტიდებით დასახლებული. მე მომების განმავლობაში აღრევები მოხდა და ასე შემდეგ. ესე იგი, სულ ცოტა ორ კურთხევას არღვევენ, როდესაც ჩვენ გვებრძვიან ღვთისმშობელ მარიამის და მართალი ნოესი. ღმერთმა ეს მოგცა და ამას გაფრთხილება შეეძლო. ქვეყანა კი კარგი მოგცა, დიდარი, ლამაზი, არაჩვეულებრივი, მაგრამ დღევანდელი ქართველები რა დასაბალე აღარ ვარგივართ. ასე თუ გაიხსნებოდა ქართველიერი, ვერ წარმოვიდგენდი. ალბათ ჩვენი წინაპრები მეტადრე. მაგრამ არსებობს წინასწარმეტყველება ის სახელით ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა. აი იქ ვიბრუნდით უკან ხატიროა ამაღლება ქართულისა ენისა. ეს არის დავაჩი, დუშეთის რაიონის სოფელ დავაჩი უძველეს მე-6 საუკუნის ტაძარში არსებული სტელადან გადმოღებული ბარელიეფია, რომელზეც გამოხატული არის, ესე იგი ის, რაც ამ ხატზე გადმოვიტანეთ. კერძოდ რა, ესე იგი ღვთისმშობელი მარიამის საფარველს აფარებს. ბეთლემის განოფაბულია გამოსახული, რომელშიც უდიდესი რელიქვიები ინახებოდა, მაცხოვრის აკვანი, ღვთისმშობლის ნაცნავი, ოქროს ტაკუკი, აბრაამის უძელო კარავი და სხვა. და გამოხატულები არ უპირველესი მფარველები ქართველი ერისა. ესენი არიან დიდმოწამე გიორგი, მოციქულთასწორი ნინო და დიდი მღვდელმთავარი ნიკოლაოსი, რომელსაც კიდევ ერთხელ რამოდენიმე წლის წინ კათოლიკოს პატრიარქმა საგანგებოდ შეავედრა და ჩააბარა ივერიის ეკლესია და წარმოსთქვა ქადაგებაში. ისე რომ დღეიდან კათოლიკოს პატრიარქი ჩვენი ეკლესიის არის დიდი მღვდელმთავარი ნიკოლაოსი, მე მისი თანაშემწე ვარ. ასე უნდა გვესმოდეს ჩვენ. ასეთი მაგალითები არსებობს. აი მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი ხატი ამისი დაუჯდომელის ეხლა ხატს ვთარგმნებ, ესე იგი, რომელიც დაასვენეს საკურთხეველში, სასწაულებრივად ჩავიდა, ჯორზე დააკრეს და ხატი თვითონ ჩამოვიდა ჯორის ფეხი. და ბევრი 20 სავანე იყო და მივიდა სწორედ ამ ტაძარში, ერთა მონასტერში, სავანეში. სამჯერ დააბრძანეს, როგორც სამჯერ იხილეს იღუმენის ადგილასთან. ეგონათ რომ ვიღაცამ დაუდევრობით და თვითნებობით გადმოასვენა ხატი იქიდან აქ. და მაშინ კი ერთ-ერთ მეუდაბნო ესეჩვენა ღვთისმშობელი და უთხრა: ნუ ღარ დაზრაბ ჩემ ხატს, ჩემი ნება
იღუმენიის ადგილას იყოს დაბრძანებული. მე ვიქნები თქვენი იღუმენია. ამის შემდეგ იღუმენს აღარ ირჩევენ სერბთა მონასტერში, ქილანდარში. მხოლოდ თანაშემწეს იღებენ და მორჩილება როცა ვიდრე აღასრულებენ დიდსა თუ მცირეს, ყველანი ეს მონაზვნები მიდიან იღუმენიის ხატთან და იღებენ ამ ხატთან და იღებენ მისგან ლოცვა კურთხევას. ამაზე ადრეც ვისაუბრეთ, თავს აღარ შევიძახეთ. ის რომ აი წინასწარმეტყველებაში, რომელიც უკავშირდება წმინდა ნინოს შემოსვლას საქართველოში და გავრცელებას ამ წინასწარმეტყველებისა, აი ეს წინასწარმეტყველება ამ სტელაზეა გამოხატული და გადმოტანილი არის ამ ხაზზე. ამ მხრივ ზოგი რამ დაუმატეთ, აი მაგალითად შუაში, თავარანგელოსთა შუაში არის გამოხატული სვეტიცხოვლის ტაძარი და კვართი უფლისა. რატომ აქცენტი გავაკეთეთ? კვართი უფლისა, როგორც ბერძენი ღვთისმეტყველი მამები გვასწავლიან, არის სახე და სიმბოლო ეკლესიის ერთიანობის. ესე იგი, ეს სიმბოლო ძევს საქართველოს მცხეთის გულში, რომელიც უკანასკნელ ჩანს, როცა შეგინებული იქნება ანტიქრისტეს მიერ წმინდა ქალაქი იერუსალიმი და იქცევა უწმინდურ ქალაქად ანტიქრისტესი. მთელი მადლი, რომელიც წინასწარ მცნობელობით დავით გარეშელს მოჰქონდა სამქვაში და ორი დაატოვებდა დრო ჟამანდის. ეს ჟამი ის ჟამია, როცა შეგინებული იქნება ანტიქრისტეს მუნგამეფებით, იქ აკურთხებენ მას მსოფლიო ბრძანებლად და თავს ღმერთადაც კი გამოაცხადებს. იერუსალიმში აი მაშინ იწინასწარმეტყველა დავითმა ამ სამი ქვის სახით, რომ მთელი მადლი ყოვლადწმინდა სამებისა იერუსალიმიდან მოჰქონდა ღვთისმშობლის სიმხვეთ საქართველოში. მაგრამ ღვთისნებით ორი დატოვა, ერთი წარმოიღო მადლის ხვა ეწოდება, დღეს დაადგება დრო, ენიგმურად ვიტყვი წინასწარმეტყველებით, ამ წინასწარმეტყველებათა მიხედვით, რომ ეს ორი ქვაც ჩამოგზავნება საქართველოში. ანუ მადლი, რომელსაც ღმერთი ანტიქრისტეს კურთხევის გამო აიღებს წმინდა ქალაქიდან, მეორე იერუსალიმად წოდებულ მცხეთა თბილისში, მცხეთა ივერიაში გადმოვა. აღდგომა და ხანძრო. შორს არ არის ეს მოვლენები და ბევრი ჩვენთაგანი ამას მოესწრება. თითქოს დროც კი შემოვიდა არა მარტო წინასწარმეტყველები ამბობენ ამას, არამედ მეცნიერებიც კი დაჩქარდა მოვლენები, რასაც ადრე საუკუნეები შედებოდა, ათწლეულებში ხდება, რაც ათწლეულები წლებში, რაც წლები თვეებში და საათებშიც კი. ეს ჯერ კიდევ წმინდა და მართალმა იოანე კონსტანტინმა შენიშნა და თავის ადრეულ ჩანაწერებში შემოს ამის შესახებ. მოკლედ, არც ერთი ტაძარი არ არის აშენებული ჩვენი ნებით, ღვთის ნებით არის, როგორც ჩაფიქრებული, ისე ნაკურთხი და ისე აშენებული. აი, მამა გაბრიელის ტაძარიც შემწყვიტეთ საუბარი, გადავუხვიეთ, მალევე აიგო ჩვენი მრევლის მიერ. და განსაზღვრული იყო, როგორ ამ ტაძარსა და მამა გაბრიელის აი პატარა ის არის ადგილი, ის უნდა ყოფილიყო მცირე ტაძარი. ეს შუა კორიდორი შემაერთებელი უნდა ყოფილიყო ორი ტაძრის, მაგრამ როდესაც უკვე მივიდნენ საკურთხევლამდე, კედლები ამოიყვანეს ჩვენმა მრევლმა, მათ თქვეს, რომ ბუნებრივად ითხოვს იქ, არა იქ, არამედ აქ საკურთხეველს და მაშინ ამომიტივდა გონებაში, რომ მამა გაბრიელი სწორედ მან დიჯდა, როცა იქ ჯერ კიდევ რკინიგზის შენობა იყო, სალოსობდა და წინასწარმეტყველებდა. ანუ სადაც წმინდა ტრაპეზი დგას, დღეს მამა გაბრიელის ტაძარში, საკურთხეველში, იქ იჯდა მამა გაბრიელი და იქ სალოსობდა და წინასწარმეტყველებდა. და სასწრაფოდ მივეცით კურთხევა და გადატანილი იქნა, თუმცა პროექტში სხვაგვარად იყო. არჩილ მინდიაშვილის პროექტია ჩვენი მოსახელის, ჩემი მრევლი იყო, რომ გაიბარჯა კონკურსი სამების ტაძარი და არაერთი მის მიერ არის აგებული. ეხაც მოწამეთა ტაძარში შესაძლოა, რომ ბოლნური ჯვარი არის ჩატანებული კედელში, მან შემოსწირა. ღმერთმა მოიხსენოს ამ და სხვა სიკეთების გამო. ჩვენი სულიერი შვილი იყო და როცა მოახერხა კონკურსი საპატრიარქო გამოაცხადა, ესეც ჩემი მრევლი იყო და მოვიდა, უსახელო არქიტექტორი იყო ერთი, მოვიდა და მითხრა, რომ მინდა მივიღო, მაგრამ ციტატა მომაქვს, არქიტექტურის ისეთი კიტები, რატომღაც ეს, ანუ ვეშაპები მონაწილეობენ, იქ სად გამოჩნდებიან, მე ვუთხარ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ღმერთი არ უყურებს არც სივეშაპეს და არც სხვა რამეს, ღმერთი უყურებს გულს ადამიანს. კურთხევა გეძლება, მოუტანეს საეკლესიო წიგნები, ეკლესიის არქიტექტონიკაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. და როგორც მოგეხსენებოდ, მისმა პროექტმა გაიმარჯვა და მისი პროექტი დაიგო სამების ტაძარში. მადლიერების ნიშნად მოწამეთა ტაძარს აღდგომისაც და გაბრიელ სალოსისაც აგებული არა მისი პროექტით
ყველაფერი ეს პროექტები გააკეთა უანგაროდ, არაფერი არ აუღია, თუმცა შევთავაზე, იმიტომ რომ ოჯახი ყავდა და ასე შემდეგ. ეს მისი სურვილი იყო. ნათელში იყოს მისი სურვილი. ისე რომ შევუკეთილო ყოველ ტაძარს, ისე როგორც ჩამოთვლილ მოვლენებს, ადამიანებს თუ ქვეყნებს თავისი მცველი და მფარველი ანგელოზი ხავს და ის იცავს მას. დასტურ ამისა, ამას გარდა სურს მოვიყვანო წმინდა კირილე ბელოეზერელის ცხოვრებიდან, მაგალითი ამის დასადასტურებლად. ეს წმინდა მამა წარმომავლობით იყო დიდგვაროვანი, დიდებული, საკმაოდ დიდარი შეძლებული ოჯახიდან, მაგრამ ღვთისგანგებულებით მშობლები ადრე გარდაეცვალა ბავშვობაში, სიყრმეში და ადრევე თავისი ნებით, ანუ ღმერთმა შთააგონა სხვაგვარად რო ვთქვათ, ის გავიდა მონასტერში. თავდაპირველად ასრულებდა მორჩილებებს, შემდეგ მისი თავდაბლობის გამო და ღვთისათნოობისა აღვეცეს მონაზვნად. მონაზვნად აღვეცა არ შედის როგორც ასეთი შვიდ საეკლესიო, ესე იგი, საიდუმლოებაში, როგორც არის ნათლისღება, მირონცხება და სხვა, მაგრამ ერთი წმინდა მღვდელმთავარი ამბობს, რომ როდესაც მე მონაზვნად აღვეცა სუყურები, ისევე ვხედავ გამოცხადებით სული წმინდის გარდამოსვლას, ვისაც აღვეცენ, როგორც მაგალითად ნებისმიერ სხვა საეკლესიო საიდუმლოებში. ეს მადლი ჰქონდა, რომ სული წმინდის გარდამოსვლას ხედავდა ნათლისმელივით ეს წმინდა მამა. ესე იგი, დიდი საიდუმლოებაა, ყოველ შემთხვევაში, ახალი ადამიანი აღმოიშვება ბერად აღვეცის ჟამს. მალევე აღვეცეს სიქმაწვილეშივე ბერად და საბოლოოდ ის დადგინებული იქნა არქიმანდრიტად იმ სავანისა, სადაც ბავშვობიდან მოღვაწეობდა. მაგრამ მას გული მოუწოდობდა სიმარტოვისაკენ, განდეგილი ცხოვრებისაკენ და მართლაც დატოვა ეს მონასტერი ძმებთან თანხმობით და გადასახლდა დღევანდელ ბელოეზერის მონასტრის სანახებში, სადაც იქ ადრე ეკლესია არ ყოფილა. და ცხოვრობდა და წმინდად, ასკეტურად და განრძაგულად ძალზედ მოკლე დროში ბევრმა ბერმონოზონმა თუ მორჩილმა მოაკითხა და ითხოვდა მის სულიერ ხელმძღვანელობას. რაკიანაში ღვთისდება დაინახა წმინდა კირილემ, გადაწყვიტა რომ სავანე აეგო მონასტერი და იწყეს ტაძრის შენება. მაგრამ მას საერთოდ არ ჰქონდა არანაირი თანხები, ჰქონდა მხოლოდ ცოცხალი რწმენა, სურვილი რომ სავანე აგებულიყო ძმებთან ერთად. ღვთის მადლის სრულიად აი როგორც ეგ ანუ ახსენე სხვა დედამის სხვა კუთხეებიდან მოდიოდა დახმარება, არც ვიცით რომ დღემდე ვინ არიან ეს ადამიანები, უბრალოდ შემოთვლით რომ ჩვენ გიცნობთ, უსმენთ თქვენს გადაკებებს, ვიცით რომ ტაძარი უნდა აგოთ, აი ჩვენ თავაზობთ ჩვენს დახმარებას. ასე და ამგვარად უსწრაფესად აიგო ყველა ეს სამივე ტაძარი. მოკლედ ასევე ხდებოდა წმინდა კირილესთან. წმინდა კირილესთან. და ხალხი ახლომახლო სოფელი იყო, სულ კვირობდა კაცო. ნუ თუ ამდენი საგანძურა, სადა აქ ამდენი ფული რომ ასე სწრაფად და ამხელა სავანეს აშენებს. ეს ხმა მისმა ერთ-ერთი მემამულის ხურსაც, რომელიც იყო ვერცხლის მოყარე და იყო სასტიკი ბუნების ადამიანი. და აი გადაწყვიტა რომ გაეძარცვა როგორც თავად წმინდა კირილე, ასევე სავანე. მართლაც მოუხმო თავის ყმებს, მისცა დარიგება, რომ ღამით შუაღამისას, როცა ბერებს ეძინებოდათ, დასხმოდნენ თავს მონასტერს და სულ ერთიანად გაეძა პაჩურის ხატებას. მართლაც ესე იგი, ეს ყმები წავიდნენ მონასტრისკენ, ჯერ დღე იყო, იქვე შორი ახლო ტყეში მიიმალნენ და დაელოდნენ შუაღამეს. მაგრამ როდესაც დააპირეს, დაძრულიყვნენ მონასტრისკენ, აგიწყდიადი ჩამოწვა. უჩვეულო ხილვის ღირსი შეიქმნენ. ხედავენ რომ მონასტრის გარშემო მხედრები დადიან. ზოგი შვილდიდან ისვრის, ზოგს შუბი აქვს, ზოგს ხმახვილი აქვს გაშიშვლებული. დიდხანს, ძალზე დიდხანს გაქენებამდე ელოდნენ, რომ ისინი წასულიყო. იფიქრეს, რომ ალბათ რომელიღაც თავადი მოვიდა წმინდა კირილესთვის ლოცვა კურთხევის, თან შეიძლება სულად დახმარებას აწვდის მონასტრის დასასრულებლად და როცა ის წავა თავის მხედრობით, ჩვენ ამას მოვიმოქმედებთ. მაგრამ არა, გათენებამდე არ შემწყდარა ეს გამოცხადება. იძულებული გახდნენ გლეხები უკან თავიანთ ბატონთან დაბრუნებულიყვნენ და მოეხსენებინათ ბატონმა შერისყა, სიმხდალედ ჩაუთვალა და უბრძანა, რომ აუცილებლად შუაღამისას დასხმდნენ მონასტერთან. მეორე ღამეს კიდევ უფრო მეტი სიმრავლე იხილეს მხედრების, შეიარაღებული მხედრების. და შიშის გამო იძულებული გახდნენ ისევ თავიანთ ვერცხლის მოყარე ბატონთან დაბრუნებულიყვნენ. ამან უკვე საგონებელში
ჩააგდო თავად მემამულე. მესამე დღეს ადგა და თავად ეწვია წმინდა კირილეს დღისი. და ესე იგი მინიშნებებით ეშმაკურად დაუწყო გამოკითხვა თუ ვინ იყო მასთან სტუმრად ეს ორი ღამე და ბოლოს წმინდა კირილემ ხატების წინაშე უთხრა ჯვრისნიში გამოისახა რომ ჩემთან ერთი კვირა არავინ არ მოსულა და მაშინ გამივხვდა რომ ის რაც იხილა ღვთისგან დაშვებული გამოცხადება იყო შიში შეუვარდა გულში ამ მემამულეს უკან დაბრუნდა ბოდიში მოუხატა აღსარება თქვა მის წინაშე აღიარა მოდრეკილმა ის ბოროტი ჩანაფიქრი რაც ჰქონდა შენდობა ითხოვა და ამის შემდეგ დამეგობრდა წმინდა კირილესთან და ჟამით მას დიდძალ დახმარებას უწევდა სავანის დასასრულებლად შეიქმნა ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქრისტიანი. ღმერთს შევთხოვ რომ ჩვენს ტაძრებს ჩვენ ვიცით რა საზარელი დრო ველოდება როდესაც როგორც წმინდა იპოლიტე რომაელი წინასწარმეტყველებდა ეკლესიებიც კი აგვიტირდებიან უდიდესი მწუხარებისაგან რასაც ანტიქრისტე და მისი რეჟიმი მოიტანს დედამიწაზე როცა ჯვარხატები მოწამეთა ნაწილების სიწმინდეები ყველაფერი გატანილი იქნება ეკლესიიდან აღიმართება შუაში კერპი ანტიქრისტესი და მისი სულ წინასწარმეტყველისა და აიძულებენ თაყვანისცემას მართლმადიდებელ ბევრი მათგანი განუდგება მართლმადიდებლობას ჭეშმარიტებას სიმართლეს დიდი კატასტროფები იქნება დედამიწაზე შიმშილობას გულისხმობ პირველ ყოვლისა და აი ესე იგი შიმშილით რომ არ მოგვდრენ ბევრი უღალატებს ჭეშმარიტებას და სარწმუნოებას და დაიბეჭდება ანტიქრისტეს ბეჭდით რაც ღმერთმა ყველას უაშრომოს ყოველ ადამიანს იმიტომ რომ ისეთი საშინელი ჭირი დღეები იქნება და ისეთი აუტანელი მდგომარეობა იქნება ადამიანთა სულებში და გულებში რომლის აღწერაც არაერთხელ ვიცდია და მაინც უძლურები ვართ ამის წინაშე. იმდანაც როცა ადამიანი სიკვდილს სინატრებს და სიკვდილი გაიქცევს, როცა თვითმკვლელობა იქნება მათთვის ერთადერთი გამოსავალი. ადამიანები შეიქმნებიან ზომბები და ასე შემდეგ. შევთხოვთ ღვთისმშობელ მარიამს, მისგან ხორჩესულ ღმერთს, ეს ჭირი და ვაება აშოროს პირველ ყოვლისა ივრეის წმინდა ეკლესიას. ჩვენს ერს და ეს დილითაც როცა აქ მოვდიოდი და ალბათ თითოეული თქვენთაგანი შევსა და მფარველ ანგელოს შევთხოვე დაცვა და დაფარვა ყოველი ხილვი და უხილავი მტრისაგან რამე თუ როგორც მაცხოვარი ამბობს გარის შეჩელს და არც ერთი რაი ძალით ჩვენი ოდისოდენა ჩვენი თავით არაფერი არ შეგვიძლია თუ ღმერთი არ შეგვეწევა რომელსა ხოლოსა შვენის პატივი დიდება და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით आज दा मारादिस ता उपुनिति उनिसमदे आमेन क्रिस्टियान